მაუწყებელი ტრიალეთი 36 წელიწადი სიმართლეს იძახის, მაგრამ რეჟიმებს არ უყვართ სიმართლე. მათ უყვართ მარტო ის, ვინც ხოტბას აქცევთ მაგად. და რაშია საქმე? ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს ხოლმე რეჟიმი. ორმაგი სტანდარტი ეხლა, როდესაც თუ მათი მეგობარია, ყველაფერი შეიძლება, შეუძლიან თანხები არ გადაიხადონ, არაფერი არ გააკეთონ, დაარღვიონ კანონები, თუ ვიღაცა აკრიტიკებს და სიმართლეს იძახის, მაშინ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მიუდგეთ და არ დავეხმაროთ არაფერში. ეს კიდევ ამბობ, ჩემას მოგახსენებთ, ტრიალეთი რეგიონალურ მაუწყებელში ყველაზე ძლიერი მაუწყებელია საქართველოში. თუ სხვებს ეწყინებათ, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ტრიალეთი არის ყველაზე ძლიერი. რო შემოდიხარ შიდაკაჭარ ბევრმათით მანქანაში რადიო რო გაქვს ჩართული, რა შეიძლება მოусმინოთ? ტრიალეთი და ჩვენს ოკუპირებულ სამაჩაბლოში რუსული რეჟიმის მაუწყებელა 102 და 3-ზე რო არის. საქართველოს პირველი არხის სიხშირეზე რო არის. სხვას ვერ მოისმენთ სამწუხაროდ. დახშობილია ყველაფერი. მაგრამ დღეს ტრიალეთის პრობლემა არ არის მარტო ამათი პრობლემა. თუ გაუვათ, დახურავენ, მოსმობენ, მიადგებიან სხვა ოპოზიციურ ტელევიზიებს და რადიო მაუწყებლობას და ჩამოყალიბდება სრული ტოტალიტარული რეჟიმი. ერთი ტელევიზია, ერთი პარტია, ერთი რადიო, ერთი გაზეთი. აი აქ ზუსტად დაიღუპება საქართველო. დიდი მადლობა, გამიგზელდა ცოტა სიტყვა, მაგრამ ყველამ სადაც შეგვიძლია, მეგობრებთან ერთად ვიქნებით, ტელევიზიაში ვიქნებით, უნდა ვისაუბროთ ტრიალეთის პრობლემაზე. კიდევ გავიმეორებ, დაიხურება ტრიალეთი, ამას მოყვება ძალიან დიდი ტალღა სხვა ოპოზიციური მაუწყებლობების დახურვის.